არის ნაწარმოები, რომელსაც რაღაც ერთ ხამში დასწრა. ეს სამო ავალება ისეთი პასუხისმგებლობა რაღაც გრძნობადი პასუხისმგებლობას და ერთ სამო ერთი ხამა თუნდაც. მაგრამ მე შეხედა მე დროზე კი არ ხავსდება ნაწარმოები. შეიძლება მთელი თვე ეწალო ნაწარმოებს და გაგამწაროს. გაგაცოფოს რომ ვიტყვენ და მე ყველაზე მეტად ის შეყვარდეს. საოცარია. საბუდოვი ჭაბუკი რამდენი ხანია უკვე 47-ში და ტელევიზორში და არ დასდება ეს ნაწარმოები. რამდენი წამლა მოისმინა. მისი შესრულება სამოისმინა თქვა სამოქალაქარი და ხალხი ზის გიტარაზე უკრავს. ყველა ზოგი ზუსტად არ უკრავს, ზოგი მაგრამ მაინც მომწონს ხა. თანამემწონს იმიტომ მე ისიც ჩემი შემოქმედებით საღამო ხა მე ხნის წინ და კინოკადრები აჩვენეს. დაიწყო ზემოიმერეთის ჩხერიბელა აჩვენეს დინარემადის და მიდის ეს თემა. ახლა დაუბრა ხალხი ისე განახარდა. ჩემი კუთხე სადაც მე ასეთი დღესაც საოცარი სიყვარული მაქვს სტუდიუმ ჩემ ახალგაზრდობას მართლაც მაგონებს. ეს ჩვენი ყველა ჩვენი კომპოზიტორების ვალია რომ ჩვენ ქართულ პოეზიას ემსახუროს რაღაც ისეთი მოაწოდოთ ხალხს ჩვენ ხალხს ხელმწიფეების ღარადობით ჩვენ ლექსები არ დავაყენოთ მუსიკა და რაღაც ამ კონტექსტში ჩვენ და პოეტებმა რაღაც დიდი საქმე გავაკეთოთ ჩვენი ეროვნული საქმე. რევაზ ილიას ზელაღიძე 1921 წლის 10 ივლისს დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ოფჩაში. 1929 წელს დაამთავრა თბილისის მეოთხე სამუსიკო სასწავლებელი. 1951-59 წლებში ვიოლინოზე უკრავდა სიმფონიურ ორკესტრში. 1958 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. ლაღიძე სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებების ავტორია. მას ეკუთვნის ოპერა ლელა, მუსიკალური კომედიები მეგობრები, სიმფონიური სურათი საჭიდაო, რამდენიმე საგუნდო სიმღერა, კანტატა, პიესები, ტესტნაწილიანი კანტატა, მელის ვარძია. შერეული გუნდის და ორკესტრისათვის 1966 წელს ირაკლი აბაშიძის ლექსზე, ციკლიდან რუსთაველის ნაკვალევზე და კინოფილმებისათვის საბუდარლი ჭაბუკი, ნინო, ზვიგენის კბილი, ხევისბერი გოჩა და სხვა. სულ 30-ზე მეტი ნაწარმოები. ნაყოფიერად მუშაობდა სიმღერის ჟანრში. მისი სიმღერები გამოირჩევა იშვიათი მელოდიურობითა და გულწრფელობით. პოპულარულია ლაღიძის სიმღერა თბილისი. ნედავსად არის კიდევაცა, უძიროთ ლურჯი ხალასი, სწორედ ისეთი როგორ ჩემია. ნაიარევი წარსულის, ნანგრევინარი ხალასი, ჯაღარასავი ჩემოგორჩენია. თბილისო, ზის დავარდების მხარეა, უშენოდ, სიცოცხლეც არ მინდა. სად არის სხვაგან ახალი ფარაზი, სად არის ჯაღარ
მთაწმინდა თბილისო ძის დავარდების მხარეო უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა სად არის სხვაგან ახალი ვარაზი სად არის შაღარა მთაწმინდა რევაზ ლაღიძე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც. იყო ალექსანდრე პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკის კათედრის გამგე, 1964 წლიდან კონსერვატორიის პედაგოგი. შინდის პერიოდი. Chiamoli tutta la polizia. Cartone da carro. Oh, ma. Sont très tenus. აბა კიდევ თემოლია რა არის ეს არის უფრო დასავლეთური სიმღერა ის ქართკახურის რა მოხდება ხოლო თერთან აბა სულ გამოიგონელა გასა აი გუცხოთ რომ ვიქოთ დიდი მომღერალი ეს საყოფილო მაგრამ დაახლოებით მაინც ყველა სიმღერა ვიცი და ნოტით სიმღერას ვერ ისწავლე როგორ ისწავლე მაგრამ ის დასწავლის სხვა და όσο ორგანიზაციის ხარში ამ სამყაროში რომ ხარ ეს თუ სხვა ძალიან ბევრი მიწანწალია აი მიწანწალია პირდაპირ ამ სიტყვის ფართელავებით თოფით ძაღლით სასოლი ბადით საქართველოში ყველა მდინარეზე მაქვს ნასროლი ბადე და უშვეშ პედაგოგიას ვეცოთ წყლის გიჟი ვარ წყალი მიყვარს საოცრად ალბათ ლაღიძე ვარ და ყველა წყაროს ტემპერატურა გაზომილი მაქვს აი სადაც მანხანა მიწოდა ჩემი ეს საფერძო ამუნიცია და სანადირო ყველა წყარო გაზომილი მაქვს რა ტემპერატურისაა იმდენად უყვარს წყაროსთან ძდომა და თუ კიდევ ციგ და პურმალი რაღაცას და სიმღერას უკეთ საფარი ქვა მაშინ და ადამიანსაც უკეთ გაიგებ და მის კილო ყავსაც სიმღერა იცოდე ის კი არა უნდა იცოდე სემეინერეთი რა კილო გავით ლაპარაკობს ხანდახან გამიჩერებია მანქანა და ურენზე მოდის კაცკაი ლამაზი წვერი იმერები კაცი ისე და გავაჩენ შეეკითხა პაპიროს მივაწოდე და შეეკითხა და მობაიკლებს ისე ზემოუბრალ საუბარი ხარებია საუბარი ხარ საოცრად მოხდებს ეს ჩემს რაღაც ალბათ იმერები კაცი ვარ და ისე ან კახეთში წახვალ ან ხარჯში წახვალ როცა ადამიანები ასე კუთხეზე იყავს შენი ქვეყანა არის შენი სიმღერაც უფრო სხვანაირად აღიქვა რატო შენი სისხლია ეს რა ხარცია და ალბათ იქიდან უფრო თორემ ნოტებში მე სიმღერა აღისწავლია მერტონი მასწავლოს მიიღო სსრგ სახელმწიფო პრემია და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია 1975 წელს გარდაიცვალა 16 ოქტომბერს 1991 წელს 60 წლის დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში საქართველოს თებდალელიას
ჭავნანას დედასავით მე მგონი არჩევსებით ასე ვიტყვი რომ არ არსებობს ერში ქართულ ერში ამაზე დიდი რამე რაც ქართული სიმღერაა ესეც რამე არ შეხვდება რომ მე მინდა რომ ჩემ ახალგაზრდა კაცებს ნოტებიც კი არის სწავლება ჩავიდნენ ახონ ის ალდალიონის კაი მოუსმინონ ამ ხუთებს შემორჩენ და ექსკურსიას ვერ ისწავლი შეხავს უნდა ფაქშოლა იბანო ფაქშოლა ცოტა ეკალმა შევერჩოს კაც შენი მიწის რაღაცა სხვა ცოტა ექსკურსიად არ უნდა იყოს მოსულან ქვეყანას მე მესმის ვარა ვაპარა და მან შემოსულია რომ ევრინ წანწალა როგორც მე წანწალიან